ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში ერთი ნიშანდობლივი ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელიც საკუთრივ ჩვენი არხისთვის უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პრინციპში ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს. რადგან როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართულის ცოდნისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ისინი ქართულ ენაზე შექმნილ ვიდეოებსაც კი უსმენენ, მეგობრებო. მოკლედ საქმე ეხება ჩვენ მიერ რამდენჯერმე ნახსენები აფხაზი ჟურნალისტის ინალ ხაშიგის მედია სააგენტო ჩეგემსკაია პრავდას YouTube არხზე გასულ მორიგ ინტერვიუს სახელწოდებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერსპექტივები ცვალებადი გეოპოლიტიკური სურათის კონტექსტში. ტრადიციული სტუმრის, ასევე აფხაზ ანალიტიკოს ასტამურ ტანიას მონაწილეობით, რომელი გადაცემის ლამის ნახევარი არც მეტი, არც ნაკლები ჩვენს არხს მიუძღვნეს. ეს არის ეპიზოდი ერთ-ერთი ჩვენი ვიდეოდან. ჩემთვის გამოცანად იქცა აფხაზეთის მიწის ძირძველმა მკვიდრმა და პატრონმა რატომ უნდა უწოდოს თავის სააგენტოს ყაბარდო-ბალყარული ტოპონიმიკიდან აღებული სახელი. ეს კი რეაქცია გახლავთ აფხაზების მხრიდან ამ эпизодზე. Я попал случайно на двух комментариев. Один задался вопросом: как ты думаешь, а почему называется передача «Чегемская правда»? Не намекают ли они этим самым на свое северокавказское происхождение? Потому что в Кабарде-то есть Чегем. Но это совершенно... Может, они так шутят неудачно, или они полные... Или о полном невежестве говорит, потому что, во-первых, Чегем есть и в Абхазии, во-вторых, Сандро из Чегема это прям такое знаковое произведение. Автором его является абхазский писатель Фазиль Искандер, очень популярный в Абхазии. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ არხის კომენტარებშივე დაიწერა ზუსტად იგივე აზრი. და თავიდან როცა ასტამურ ტანიას ინტერვიუს უსმენდი, ერთი წამით დავეჭდი, თავად ბატონი ასტამური ხომ არ წერს ხოლმე კომენტარებს, თანაც ქართულ ენაზე. ასეა თუ ისეა, კარგი მიზეზი წარმოიშვა და ამ ყოველივეს პასუხი უნდა გაეცეს. ეხლა ძალიან მოკლედ ვინ არის ასტამურ ტანია. ასტამურ ტანია დაიბადა 1973 წლის 30 იანვარს გაგრაში. დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1993 წლის დეკემბრიდან 94 წლის ნოემბრამდე იყო რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციოლოგიური განყოფილების რეფერენტი. იგივე სტატუსს ატარებდა 94 წლის ნოემბრიდან 95 წლის დეკემბრამდე, ოღონდ ამჯერად პრეზიდენტის აპარატის განყოფილებაში. ხოლო 1995 წლის დეკემბრიდან 99 წლის ოქტომბრამდე უშუალოდ პრეზიდენტის რეფერენტად მუშაობდა. 99 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის თებერვლამდე გახდა პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში. იგივე საქმეს ემსახურებოდა 2005 წლის თებერვლიდან 2010 წლის მარტამდეც. 2010 წლის აპრილიდან 2014 წლის ივნისამდე იყო პირველი პრეზიდენტის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე. 2014 წლის 4 ივნისის რევოლუციის შემდეგ, ანუ ეს ის პერიოდია, როცა ანქვაბი რევოლუციით გადააყენეს. ანუ 9 ივნისს ვალერი ბგამბამ ტანია დანიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. ხოლო 2016 წლის 6 მაისს მან განცხადება დაწერა გადადგომის თაობაზე, რაც რაულ ხაჯიმბამ დააკმაყოფილა. არის საკმაოდ განათლებული, გამოცდილი და გამჭრიახი პიროვნება. მოკლედ, ჩვენს ვიდეოზე რეაქცია აფხაზური მხრიდან რამდენიმე საყურადღებო დეტალს მოიცავს. ამიტომ პასუხიც ინტერვიუს ქრონოლოგიური იქნება, რათა მაყურებლისთვის მსჯელობამ გაუგებრად არ ჩაიაროს. ასტამურ ტანიასთან ინტერვიუ იწყება ინალ ხაშიგის აი ამ კითხვით. Долгие годы там как бы Грузия шла в Евросоюз. Долгие годы, то есть заявляла о том, что вот ее конечная цель это вступление в Евросоюз и так далее. Сейчас, в общем-то, может и в риторике что-то остается, но по действиям абсолютно как бы противоположные движения, да, то есть явно видно, что Грузия дистанцируется от Евросоюза, то есть есть большое охлаждение в отношениях между Брюсселем и Тбилиси. В этом контексте как это может сказаться на перспективах вот по грузино-абхазскому конфликту и так далее? ამის შემდეგ ტანია იწყებს პასუხის გაცემას და მეთოდურად უახლოვდება ჩვენი ვიდეოს критикас. Ну, я не знаю, мне трудно судить о настроениях всего общества или политических элит. Ну, вернее, взгляд довольно искаженный у нас, в силу того, что мы извлекаем это впечатление из информационного пространства. ჯერ ერთი გაუგებარია რატომ არის
რთული შესაძლებელი მთელი ქართული საზოგადოების განწყობა ქართულ-აფხაზური პოზიციების დაახლოების შესახებ მაშინ, როცა წინ გიზის ბატონი ინალ ხაშიგი, რომელსაც წელიწად ნახევრის წინ ბატონმა ლევან პირველმა პირადად სტატისტიკური მონაცემების დამოწმებით მოახსენა ქართული საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ ამ საკითხის მიმართ. Данные опроса, причем это сделано CRRC, западным, то есть не нами, и Радио Свобода. Опросы показали, что если на одну чашу весов положить Евросоюз и НАТО, а на другую чашу восстановление всей территориальной целостности Грузии, мы сейчас про формы не говорим, то 78% населения Грузии отказывается от евроатлантических вещей. Ფიქრობ, ბატონი ასტან ბრუტანიასნაირი გამოცდილი და განსწავლული ადამიანი უნდა ერკვეოდეს მსგავს სტატისტიკებში, ან მეგობარს მაინც ეკითხებოდეს, რომელიც წინ უზის. Если говорить об информационном пространстве, то оно, конечно, никак не благоприятствует налаживанию наших отношений. Потому что, постоянно какие-то агрессивные нападки. Это вот эти старые, вот эти клише пропагандистские про пришлый народ, что там захватили, присвоили себе историю и так далее и тому подобное. Თუ ამ გვერდს თვალს ადევნებ, რა ვიცი, რთულია მასში რაღაც აგრესიული ან თავდასხმითი იპოვო. როგორც წესი, ემოციებისგან დაცლილი არის ხოლმე ჩვენი ვიდეოები და უბრალოდ შვიდად фактების რაღაცა მოზაიკიდან ვცდილობთ ხოლმე გარკვეული ზოგადი სურათის გამოყვანას. თუმცა ტანი აგრძელებს საუბარს. И я попал случайно на двух комментаторов, они позиционируют себя, кстати, как проевропейские, но по риторике они националисты, конечно. Სიმართლე გითხრათ, ვერ ხვდები, ჩვენ ჩანაწერებიდან რომელზე დაყრდნობით შეიძლება დაასკვნა, რომ ამ გვერდის რიტორიკა ნაციონალიზმს გადაგებს, თანაც აგრესიულს. არ ვიცი, თუ ვინმე სხვას კიდევ მსგავსი აზრი გაგიჩნდათ, დააკომენტარეთ და წავიკითხავთ ყურადღებით. ესეც რომ არ იყოს ჩვენს ვიდეოში რეპლიკას Чегемская правдაზე, მოსდევს აი ეს чанацери. Абхазии абсолютно автохтонные, а грузины пришлый народ. И это точка в абхазской академической науке. შესაბამისად, ჩვენი ნახევრად პროვოკაციული ჩანართით აქცენტი გვქონდა ზუსტად სოხუმური საინფორმაციო სივრციდან გამოშვებულ ამგვარ სწორედაც რომ პროპაგანდისტულ კლიშეებზე. ხო და თუ ვიღაცისტობა და ნაციონალისტობა თავისთავად ცუდი მოვლენა არ არის, მაშინ სხვას რატომ უტევ ვიღაცისტობის და ნაციონალისტობის არგუმენტით, თორსა თავად ხარ ვიღაცისტი და ნაციონალისტი. აი ეს ყოფილა ერუდირებული, დახვეწილი და რაფინირებული აფხაზი კომენტატორი. А грузины пришлый народ. როგორც იქნა მთავარ ნაწილთანაც მივედით. აი აქ ასტან ბრუტანიას მთელი შესავალი მთავრდება და ის იწყებს უშუალოდ ჩვენი ვიდეოს კრიტიკას. Один задался вопросом, как ты думаешь, а почему называется передача «Чегемская правда»? Не намекают ли они этим самым на свое северокавказское происхождение? Потому что в Кабарде-то есть Чегем. Но это совершенно... Может, они так шутят неудачно, или они полные... Это или я о полном невежестве говорит, потому что, во-первых, Чегем есть и в Абхазии. Во-вторых, Сандро из Чегема это прям такое знаковое произведение. Автором его является абхазский писатель Фазиль Искандер, очень популярный в Абхазии. ჯერ ერთი ვიმეორებ, ნამდვილი ჩეგემი ზუსტად ყაბარდოშია. სადაც მთელი ხეობაა მდინარე ჩეგემის და ქალაქიც კი იმავე სახელს ატარებს ამ ხეობაში. ხოლო ჩეგემის სახელით აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ოჩამჩირის რაიონში მდებარე სოფლის ჯგერდას ფარგლებში არსებული დასახლების ჯგიარ და ახუცას უბანი. სოფელი, სოფლის დასახლება, სოფლის დასახლების უბანი. აი ეს არის ჩეგემი აფხაზეთში. მართალია ფაზილ ისკანდერის რომანში გადმოცემული სიუჟეტი ყაბარდოს ჩეგემში არ ვითარდება. მაგრამ აფხაზურ ჩეგემს სწორედ ყაბარდოს ჩეგემის გამო ჰქვია ჩეგემი და არა პირიქით. დამოუკიდებლად იმისა, ვინ რა რომანი დაწერა აფხაზურ ჩეგემზე. სრულიად არარელევანტურია ვინ როდის საიდან ჩამოსახლდა. გარკვეულ მიწაზე უფლების ქონის კუთხით. აქ უბრალოდ მარტივ ფაქტოლოგიას და ასევე მედია სივრცეში ოპერირების სპეციფიკას ეხება საქმე, რაზეც ახლა ვისაუბრებ. როცა მედია აქტივობას იწყებ, პროპაგანდისტულ საქმიანობაში ხარ ჩართული.
რომელშიც ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანდახან უფრო დიდი, ვიდრე შინაარს. გამომდინარე აქედან, როცა აფხაზს გაქვს მედია სააგენტო, რომელიც ამ ქართულ აფხაზური გაუგებრობის საკითხებზე არის ფოკუსირებული, მის დასახელებაში არაფრის დიდებით არ უნდა გაგეპაროს ისეთი ტერმინი, რომელიც რაიმე სახით ჩრდილოეთ კავკასიასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა პავლე ინგოროყვას თეორიებს ებრძვი. Вот сейчас эта теория Ингорокова, она все время всплывает. Ее, кстати, подхватили в научном сообществе, потому что это, видимо, приносит какие-то дивиденды. და მაშინ, როცა გლობალურად შენივე საინფორმაციო სივრციდან მსგავსი რბილად რომ თქვა უცნაური გზავნილები მოდის. ეს რა არის? აგრესიული თავდასხმა, ნაციონალიზმი, უცოდინრობა თუ წარუმატებელი ხუმრობა? თუ იმეს თეორია, რომელიც აფხაზურ სამეცნიერო საზოგადოებაში აიტაცეს და გარკვეული დივიდენდები მოაქვს. და რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, თანაც ფაქტებთან ბევრად უფრო ახლოს დგომით, საწინააღმდეგო მხრიდან ამას აუცილებლად წამოგაძახებს ვინმე. აფხაზეთის მიწის ძირძველმა მკვიდრმა და პატრონმა რატომ უნდა უწოდოს თავის სააგენტოს ყაბარდო-ბალყარული ტოპონიმიკიდან აღებული სახელი? დიდო ტაქტიკოსო, რა გეგონა, ვიქნებოდი ბანალური აზვა და დავიწყედი ხუმრობას შენ სიმაღლეზე? იასნად. ხოლო რაც შეეხება საკულტო ლიტერატურულ ნაწარმოებს, როგორიც ნამდვილად არის სანდრო ჩეგემიდან, მე ვიტყოდი, ეს არის გამორჩეული პროზაული ტექსტი, რომელიც სრულიად მომნუსხელ განწყობას უქმნის მკითხველს და როცა ამ წიგნს იღებ ხელში, იქაური ყოფიერებით იწყებს შენს ცხოვრებას, მე გირჩევ წაიგითხოთ. მაგრამ რა ვიცი, მაგალითად არაბებთან დაპირისპირებაში მყოფი საკუთარ მედია სააგენტოს არაბულ სიმართლეს არ დავარქმევდი, მხოლოდ იმიტომ, რომ როსტევანი, თინათინი და ავთანდილი ვეფხისტყაოსანში არაბები არიან. აქვე დავსცენდი, რომ სოხუმური პოლიტიკური საექსპერტო ელიტა, მათ შორის ბატონი ასტამურტანია, გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული და გამჭრიახი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ვიდრე მთელი თბილისური ექსპერტ პოლიტიკოსთა კლასი. ასე რომ უმჯობესი იქნება იმ გზას გავყვეთ, რაზეც ბატონი ლევან პირველი მოუწოდებდა იმავე Чегемская правда с Инал Хашикс ერთ-ერთ ბოლო საუბარში. Инал, чем мы ранее, вот мы, грузины, поняли. Ты думаешь, это было легко вот так развернуться и так сделать? Мы поняли, где реалии уже в этом мире, который рушится у всех. Поэтому чем раньше все мы поймем и будем выстроить, пока еще с нами кто-то хочет говорить, и пока мы сами можем решить свою судьбу в максимально комфортных условиях для наших наций, то надо это решать. А если не делать ничего, то и за вас, и за нас решат те игроки, чьи коридоры, порты, миллиарды, армии, военные базы, им будет эффектнее выгодно, и не спросят. Вот в этом весь вопрос. Поэтому я за то, чтобы мы начали говорить, мы поняли, я понимаю, насколько это сложно, насколько это трудно выходить, но чем больше трезвых людей с одной и с другой стороны, без эмоций будут сидеть и реально смотреть, и когда, если мы выйдем каким-то общим пакетом с большими игроками, тогда у нас больше шансов, что мы этот пакет пронесем. როგორც ჩანს, აფხაზები გვისმენენ. ისევე როგორც ჩვენს ყურადღებით ვუსმენთ მათ. აგენტურა რაპუტო.